მოდი ვნახოთ ვის შეხვდნენ ისინი. სახელმწიფო დეპარტამენტში მათ შეხვდნენ ევროპული ბიუროს უფროსის დონის ერთ-ერთ ოფიციალურ პირს. ისინი არ შეხვედრიან იმ დონეზე მყოფ ადამიანებს, რასაც ჩვენ ვეძახით მე-7 სართულს, ანუ უმაღლეს ხელმძღვანელობას. ჩვეულებრივ, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების მოკავშირე ან პარტნიორი ქვეყნის მაღალი დონის დელეგაცია ჩადის, ისინი სწორედ იმ დონეზე ხვდებიან ადამიანებს. ამერიკის შეერთებულ შტატებს დიპლომატიური ურთიერთობები აქვს მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებთან და რეგულარულად ხვდება ოფიციალურ პირებს ისეთი ქვეყნებიდანაც კი, როგორიცაა რუსეთი, ბელარუსი და ჩინეთი. ამიტომ ის ფაქტი, რომ ბატონის სამხარაძე შეხვდა შედარებით დაბალი რანგის ოფიციალურ პირს, ჩემთვის არის მკაფიო სიგნალი. ჩვენ გინდა შევინარჩუნოთ დიპლომატიური ურთიერთობა, მაგრამ სერიოზული თანამშრომლობის საკითხებზე საუბარი ამ ეტაპზე არ აქვს. იგივე ეხება მათ შეხვედრებს კონგრესის წევრებთან, მაგალითად ანა პაულინა ლუნასთან, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში ერთ-ერთ ყველაზე რადიკალურ მემარჯვენე პოლიტიკოსად მიიჩნევა. ასევე ისინი მონაწილეობენ სუვერენული ერების ალიანსის შეხვედრაში, რაც ფაქტობრივად ყველაზე მემარჯვენე პოლიტიკური პლატფორმაა. იქ არიან წარმომადგენლები გერმანიის პარტიიდან, ალტერნატივა გერმანიისთვის, რომელიც გერმანიის ხელისუფლებამ ექსტრემისტულ ძალადაც კი შეაფასა. ასევე ავსტრიის თავისუფლების პარტიას. ამ ყველაფრიდან გამოდის მკაფიო სიგნალი. საქართველო ფაქტობრივად იწყებს ასოცირებას მსოფლიო პოლიტიკის ულტრამემარჯვენე ძალებსა და ისეთ რეჟიმებთან, როგორიცაა ჩინეთი, ირანი, უნგრეთი. უბრალოდ კომუნიკაციის არხს ინარჩუნებენ? დიახ, მაგრამ ასეთი სტრატეგია გრძელვადიან წარმატებას ვერ მოიტანს. 2028 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში არჩევნები იქნება და ამ მომრჩეველი როგორც ჩანს უფრო ცენტრისტულია ვიდრე ეს დღევანდელი ხელისუფლება. თუ ისინი მხოლოდ მემარჯვენე რადიკალურ ჯგუფებთან ააგებენ ურთიერთობას, რეალურად სწონსდებენ იმ პოლიტიკოსებზე, რომლებიც შესაძლოა მალე აღარ იყვნენ ხელისუფლებაში. რაც შეეხება სანქციების მოხსნას ბიძინა ივანიშვილისთვის, ვფიქრობ უფრო რეალისტურია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დასტახდეს რაიმე სახის ორმხრივ დიალოგს, ვიდრე მოუხსნას სანქციები ბიძინა ივანიშვილს. 14 მმართველობის პერიოდში ასეთი ანტიდემოკრატიული გადაწყვეტილება ოცნებას არ ქონია. ეს შეფასება კი იანკელის ეგრეთ წოდებული ლეგიტიმაციის აღქმის კანონზე აქვს. შეერთებული შტატები და ჩვენი მოკავშირეები ყველაზე მეტად სწორედ ამ აგრესიული კანონის გამო არიან შეშფოთებულები, როგორც ჩანს, ეს მათთვისაც ოცნების ანტირეკორდებშიც კი ყველაზე დიდი ანტირეკორდია. ვფიქრობ, პირველ რიგში ეს იმის ნიშანია, რომ მთავრობა არ არის დარწმუნებული საკუთარ ლეგიტიმურობაში, რადგან ასეთ შემზღუდავ კანონებს იღებს. ახალი კანონები, ჩემი აზრით, საქართველოს იმ კატეგორიაში ჩააყენებს, სადაც ბელარუსის მსგავსი რეჟიმებია. როდესაც საუბარია ნებისმიერი ტიპის ოპოზიციის კრიმინალიზებაზე, ეს ჩემთვის აშკარად ნიშნავს, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება იძულებულია გააძლიეროს ზეწოლა. ისინი გრძნობენ, რომ ხელისუფლებაში დარჩენის სხვა გზა არ აქვთ. ვფიქრობ, ეს არის ყველაზე სერიოზული შეტევა დემოკრატიულ პრინციპებზე იმ 14 წლის განმავლობაში, რაც ისინი ხელისუფლებაში არიან. შეერთებულ შტატებში ამას 5 სიგნალიან განგაშ დავარქმევდით. ანუ უკიდურესად სერიოზულ კრიზისს. ეს ნიშნავს თითოეული მოქალაქის უფლების შეზღუდვას. გამოხატონ საკუთარი აზრი, მშვიდობიანად შეიკრიბონ და გააკრიტიკონ ხელისუფლებას. დამიჯერეთ, მეც ხშირად გამიკრიტიკებია ჩემი ხელისუფლება აქ. და თუ ასეთი კანონები აქ გვექნებოდა, თეორიულად მეც შეიძლება დავეპატიმრებინე, რადგან ბევრი კითხვა მაქვს ტრამპის ადმინისტრაციის ზოგიერთი მოქმედების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით. საქართველოს კანონმდებლობით კი ეს შეიძლება კრიმინალურად ჩაითვალოს. და ვფიქრობ, რაც არანაკლებ შემაშფოთებელი არის კანონების ენის გაურკვევლობა. ეს შეიძლება გამოყენებულ იქნას ხელისუფლების სურვილის მიხედვით, რათა დევნონ და სისხლის სამართლებრივად გაასამართლონ საქართველოს მოქალაქეები. სამძიმრის წერილი აიათოლას გარდაცვალების შემდეგ ისლამური რევოლუციის 57 წლის თავის აღნიშვნა ანძის განათება ირანის დროშის სფერებში. ეს ურეაქციოდ ვერ დარჩება, აცხადებს ამერიკელი დიპლომატი ჩვენთან საუბარში ვაშინგტონში. კარგად იციან კობახიზის ვიზიტებზეც და შესაბამისად ახალი ტერორი, რომელიც ხელისუფლებამ ყველა იმ ადამიანს გამოუცხადა, რომელიც ირანულ საფრთხეებზე საუბრობს, უბრალოდ უადგილოა და ყველა კარგად შიფრავს, რას ემსახურება ეს ყველაფერი. მოდით მოусმინოთ იანკელის განცხადებას.
ეს იყო ძალიან მკაფიო სიგნალი საქართველოს მმართველი პარტიისგან, რომ ისინი უფრო მეტად ირანთან არიან დაკავშირებული, ვიდრე შეერთებულ შტატებთან. დარწმუნებული ვარ, რომ განსაკუთრებით სამძიმრის განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ხამენეიზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ ვაშინგტონში ძალიან ნეგატიურად იქნა მიღებული. ეს კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ შეერთებული შტატები ამ ხელისუფლებას როგორც სანდო პარტნიორს ვერ განიხილავს. დიახ, როგორც ვთქვი, ეს იყო მკაფიო სიგნალი, რომ საქართველო, უпростоრად ის რეჟიმი, რომელიც ქვეყანას აკონტროლებს, ხარა დგას არა დასავლეთისა და შეერთებული შტატების მხარეს, არამედ ავტორიტარული რეჟიმების ისეთ ერთობლიობასთან, როგორიცაა ირანი და ჩინეთი.